რომან დუმბაძის ხედარი მოსკოვიდან თბილისში რამდენიმე საათის წინ გადმოასვენეს. ხედრის გადმოსვენებას აეროპორტში ოჯახის წევრები და ნათესავები დილიდან ელოდნენ. თბილისის აეროპორტში ახლობლებთან ერთად გენერალი გია ყარყარაშვილი და სახალხო კრების ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ბათიაშვილიც იმყოფებოდნენ. ოჯახის გადაწყვეტილებით რომან დუმბაძეს ბაქოში დაკრძალავენ. ქართველი გენერალი მოსკოვში 21 მაისს მოკლეს. ის საკუთარ სახლთან ახლოს რუბლოვსკაიას გზატკეცილზე მოტოციკლიდან დაწყვილეს. დამნაშავების შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ, დაჭრილი კი ადგილზევე გარდაიცვალა. რომან დუმბაძე მოსკოვში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. სამშობლოს ღალატის ბრალდებით ის 2004 წელს დააკავეს და 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 2008 წელს კი რუსეთ-საქართველოს ომის დროს ის ფოთის პორტში დატყვევებულ 12 ქართველ სამხედროზე გაიცვალა. მოგვიანებით რუსეთის მოქალაქეობა მიიღო და მოსკოვში ბიზნესი წამოიწყო. რომან დუმბაძეს მე ხა ძალიან კარგად ვიცნობდი, ძალიან ახლო, მას ვიცნობდი როგორც ღირსეულ პატრიოტ ქართველს, ძალიან კვალიფიციურ სამხედროს ადამიანი, რომელიც იყო ძალიან წესიერი.